მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ კვლავ თქვენთან ვართ, გრძელდება ჩვენი გადაცემები ივერია პლუსი, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და თქვენ მუდამ გექნებათ ინფორმაცია ივერიის, ჩვენი საკლუბო გუნდის ივერიის შესახებ. ჩვენ წინა გადაცემებში მრავალჯერ შეგვიდით და მრავალჯერ გითხარით, რომ ძალიან საინტერესო სტუმრები გვეყოლებოდა, დღესაც ასეა. დღეს ჩვენი სტუმარია ჩვენი საფეხბურთო სკოლის აღზრდილი, დღეს უკვე დინამოს წევრი, თბილისის დინამოს წევრი გიორგი რომიძე, რომელთანაც ვფიქრობ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივა, მაგრამ ვიდრე მოგესალმებით გიორგი და მოგესალმებით. შესაძლებლად და მადლობა მოწვევისთვის. კითხვები უამრავია, მაგრამ ვიდრე კითხვებს დავიწყებ ჩვენი სპონსორის შესახებ აუცილებლად უნდა რა თქმა უნდა ბატონო, ჩვენი სპონსორი ისე და ისე პირველი ქართული საკვებ დანამატების კომპანია ვიტამინი ხაუერსი, ახალი ძალა სპორტში. ძალიან კარგი და მაგარი ხალხი ჩვენი გუნდის და ჩვენ გვერდზე განა. რომელიც ივერიის სპონსორიც არის თვითონ საკლუბო გუნდის. დიახ. გიო, მოდი შენი აი პირველი ნაბიჯებით დავიწყოთ. კი ბატონო. მე ვართ მოგესალმებით. რაც შეეხება ჩემს პირველ ნაბიჯებს ფეხბურთში. საერთოდ როგორც ყველა ბავშვის, ალბათ ჩემი კარიერაც იწყება მეგობრებთან ერთად თამაშით. მე უბანში რის შემდეგაც გავაცნობიერე რომ ძალიან წუხარ გაწყვეტილებ ბაბა, აი ძალიან წუხარ, აი ქუჩის ფეხბურთი რაღაცნაირად მოხდა საქართველოში, არა და ქუჩაში ძალიან ბევრი საინტერესო ბავშვი საინტერესო. ნუ სამწუხაროდ ასე აღარ ხდება. აი თქვენი თაობის მერე პრაქტიკულად აღარ არის. უკაცრავად გისმენთ. კი ბატონო. მეგობრებთან ერთად როცა თამაშობდი, გავაცნობიერე რომ უფრო მეტი მინდოდა ვიდრე უბრალოდ თამაში და დავუწყვეტე უკვე პროფესიონალურად მეთამაშა ფეხბურთი და შევედი საფეხბურთო კლუბ ხაშურის ივერიაში, სადაც ჩემი პირველი თამაში იყო. ახლა ჯაფარაშვილი და მე ლომიც. რომელმაც დიდი წვლილი თამაშეს, რომ მე დღეს დინამოს აკადემიაში ვარ და მადლობას ვუხდი მათ. თავიდან ჩვენ მაშინ გავდიოდით ელიტ ლიგაზე და საკმაოდ კარგად წარმოაჩინეთ ჩვენი თავი. ეს ხაშურის სახელი. კი, ხაშურის სახელი და რამდენიმე თვის მერე ჩატარდა თბილისში მედრახალკაცის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ყოველწლიურად იმართება. სადაც ჩვენმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და საპრიზო ადგილი დავუტოვეთ მესამე ადგილზე გავედით მაშინ. საკმაოდ კარგად წარმოაჩინეთ. მახსოვს. ლოკომოტივის მეორე სტადიონზე იყო ფინალი 2017 წელი. 2015. 15 ან 16. აღარ და ნახევარ ფინალში ერთ-ერთ თამაშზე დინამოს სელექციონერს მოვიწვნე და იმ ტურნირის მერე, როდესაც დავბრუნდი უკან მოსამზადებელ პერიოდში, გადავარდი თბილისურ კლუბში. ხო, როგორც აგვაჩეს გიოსთან, როგორც ხდება მოკიდეს ხელით აიყვანეს. რა თქმა უნდა, სასიხარულო იყო ეს ამბავი, მაგრამ ძალიან გულდასაწყოთიც იყო ამავდროულად რა, იყო ბავშვები გიორგისთან ერთად კიდევ რამდენიმე ბავშვმა დატოვა ამ გუნდი. ისინიც მოხდნენ არავითარი ფინანსური ანაზღაურება იყო. ფინანსური ანაზღაურება 75 სკოლაში, ორი ბავშვი კიდევ დინამოს აკადემიაში 2007 წლიანებში და ფაქტობრივად ეს ბავშვი გუნდი, რომელზეც გუნდის აშენებას ვიწყებდი, დაგვეშალა 4 ბავშვი. როგორი მოსაწესრიგებელი ეს იურიდიული კუთხით ეს ყველაფერი, როგორი მოსაწესრიგებელი. აი ამისთან პერსპექტიულები და გიოსნაირი პერსპექტიული ბავშვი ფაქტობრივად ისევ იკარგებიან ჩვენთვის დასაკარგი და გიოს რაჭებს. გიო 17-ში ეგრეთ წოდებულ 17-ში ანუ 17 წლიდან აკლებშიც მოგიწია თამაში. რამდენი თამაში ვითამაშეთ?
U17-ის ნაკრებში სადღაც 12-მდე თამაში აქვს ჩატარებული. მათ შორის საზღვარგარეთიც. კი, საერთაშორისო ტურნირებზეც და ევროპის შესაძლებლობებს ვითამაშე. ელიტ რაუნდი ქუთაისში ჩატარდა. ქუთაისში ჩატარდა. რა ვქენით მაშინ? გადამწყვეტი თამაში ჰქონდა დანიასთან ჯგუფის ბოლო თამაში იყო ან სერბებთან წავაგეთ, თურქეთს მოვუგეთ 3-1 და გადამწყვეტი თამაში იყო თუ მოვიგებდით, გავდიოდით ევროპის ჩემპიონატში, ჩვენამდე ევროპის ჩემპიონატზე და თამისად დაემთხვა მარტეს რომ 26 მარტი იყო ჩვენი საფეხბურთო ისტორიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე და 300 საკობრიობს ჰქონდა მაშინ ევროპის საკვალიფიკაციოზე სათამაშო 21 წლამდელებს, 19 წლამდელებს და 17 წლამდელებს გარდა ეროვნულიც. და სამლოს ჰქონდა შანსი რომ გასულიყვნენ ევროპის ჩემპიონატზე. 21 წლამდელებმა მოიგეს მაშინ თავისი შეხვედრა. რა თქმა უნდა ეროვნულიც გავიდა და დიდი ბედნიერება მოგვანიჭეს ჩვენ, ხოლო U17-მა და U19-მა საფრთხოდ ვერ მოახერხეთ ასლანზე, რომ ძალიან მეტად ყავდა დანია და იტალია. გიო, აი რო შევადაროთ ახლა აი მოგიწია შენ უცხოელებთან მის უმეტეს ასეთ საფეხბურთო ქვეყნები იტალია, დანია. აი რო შევადაროთ ჩვენ, რამეთი აღვემატებია? როგორც ასეთი ნიჭით და თავიდან პატარა ასაკიდან რო შევადაროთ ჩვენი შესაძლებლობები, მათ შესაძლებლობებს არაფრით არ არიან. სულ ვამბობ ხოლმე, ჩვენი პატარა ბავშვები. აი, როდესაც ჩვენი პატარა ბავშვი არ წონს კი არ უნდებენ, ყველაფრით აღემატება. აი, როდესაც მეცნიერება ერთვება 15 წლიდან 16 წლიდან რა უნდა იყვებოს, როგორ უნდა იყვებოს, როგორ უნდა იბაძოს, აი, მე უკვე ცოტათი ჩამორჩებით ხოლმე. თორე დარჩენი ნიჭით შეგვეჯიბროს გინდა იტალია და გინდა ბრაზილია, ის ტურნირზე უკვე რაღაც ასაკიდან, როცა ის განვითარებით გვასწრებენ, ჩვენ მაგ ეტაპზე ვერ იმივდეთ ისე, როგორც საჭიროა, თორემ ნიჭით ახლა გარდა ნაკრებისა, დინამოშიც მქონია ბევრი საერთაშორისო ტურნირი და უმიღია ისეთ გუნდებთან მონაწილეობა, როგორც არის ვალენსია, ალკმარი, მარსელი, იუვენტუსი. რა შედეგები გქონდა? ბათუმ მაშინ საერთაშორისო ტურნირზე ფინალში მოვიგეთ ვალენსიას და ჩემპიონები გავხდით. იტალიაში რო ვიყავით, ძალიან მაგარი შედეგი ნახევარფინალში გამოვარდით მაშინ და ძალიან ბევრი კარგი ასე ვთქვათ შედეგი გქონდა მაგ კუთხით ამ ტურნირებზე. ვილნიუსში მოვიგეთ მაშინ პორტუგალის ბავშვები. პოზიცია ცენტრალური ჩვენი. კი. არა და მე ოჩნებას კაცი არ მოუკლობს. მე მინდა ყველაზე კი რა ხაშური ელოდები ჩვენი ქალაქი. ეს გაბუქებულიც არ არის, საკმაოდ დიდი შანსი არსებობს ამის, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ორი ხაშურელი ბიჭი იდგეს. რომერტო კეთილად უსმენია რომერტო. შექმნას დუეტი. ლუკა ლაცაბიძე და გიორგი ეს უახლოეს. არა და წინა იმაზე ვახსენეთ, აი ხა გიო ერთ-ერთი წარმომადგენელი ყავს. ბევრი ხაშურელი მაშინ ჩამოთვალეთ მოდი კიდევ აი ხაშურელები რო არიან და თამაშობენ იბერიაში არ თამაშობენ. წინა გადაცემაში ჩამოთვალეთ ბევრი ფეხბურთელი სწორად მახსოვს. იგივე ძმები ტალახაძეები, რომლებიც არიან საფეხბურთო კლუბში ლიგა 3-ში ლიდერები არიან მეორე ლიგაში გადასასვლელად. ლაცაბიძე ჩვენია. გიორგი ლაცაბიძე, ჯორჯიაში არის ძალიან კარგი ფეხბურთელი ბექა გუგბერიძე, იგივე დინამო თბილისში გიორგის თანაგუნდელია გელა, საცხოვრებელაშვილი. რაღაც საცხოვრებელაშვილი, რაღაც დინამო ძირითადად ხაშურელია, დინამო ძირითადად გუნდში ითამაშა. რამდენიმე თამაში უკვე ითამაშა დინამოს ძირითადად გუნდში და აუ ძალიან ბევრი არიან ვიღაცა შეიძლება გამოუჩეს და აჩიკობენ. ანუ ერთი გუნდი შეიძლება შეიკრას ჩვენი წასული ბიჭები აქ დაბრუნდნენ ჩვენ ისეთი გუნდი გვეყოლება რომ აი ლიგა 2-ში თავისუფლად ვიასპარეზებთ ამ ბიჭებს დაბრუნდნენ ჩვენ გუნდში. არა და ნუ კარგით ეს ოცნება მაგრამ არა უცნებ. გიო ამ წუთში დღევანდელი დღის გადასახედიდან თამაშობს დინამო 19. ეს არის ოქროს ლიგა. რა პოზიციაზე ვართ და რას ვაკეთებთ? ეხლა ვართ მეორე პოზიციაზე. მიგვისრებს. იბერია არის ჩვენზე წინ 3 კვირით. ეს ყოფილი საბურთალო? და ბოდიში გაწყვეტინებთ იბერიაში თამაშობს ჩვენი გაზრდილი ბიჭი ცენტრალურად ლუკა ლუსმანაშვილი. 15 წლის წაიყვანეს აქედან 10 წელი ჩვენთან დადიოდა ფეხბურთს. სხვათა შორის დინამოზე აღარ არის ლაპარაკი აკადემია ამდენი საუკეთესო ფეხბურთელები მიაწოდა ნაკრებს მაგრამ იბერიაც კარგ ბავშვებს ეს ძალიან. კი. რამდენი ქულით ჩამოწევს? 3 ქულით გვასწრებენ და ძალიან დაძაბული ჩემპიონატია მივდევთ ერთმანეთს. ანუ პირველი წრე დამთავრდა? რამდენი გუნდია? 10. 10 გუნდია.
სამი ქულით ჩამორჩებით. გიო არ არსებობს მით უმეტეს შენასახში ოცნება რო არ კონდეს. არა, მოდი ჯერ ასე ვთქვათ, შენი საკამპანებელი, ასე ვთქვათ, საფეხბურთო კლუბი. ნუ ალბათ ბავშვის ოცნება თქონდა ბარსელონა ან რეალი, მაგრამ მე ბარსელონას ხარდამჭერი ვარ და საოცნებო. ბარსელონას თავგადაკული კომანდია, მე ვიცი. როცა ბარსა იგებს გიორგის სახში რა ხდება? ნანახი. და ახლა ვერ მოხდა საკლუბო ჩემპიონატზე. აი სხვა მიზეზებია ჩემი აზრით და არა იმის გამო რომ ბარსელონა არ იმსახურებდა იქ. რაღაც მე ახლა შენ სპეციალისტი ხარ. მართლა სულები რაღაცა მოხდა. ახალი ზელანდიის გუნდი ჩამოიყვანეს სპექტაკლები საფრთხები შემეცოდნენ ამ დროს არ არის ბარსელონა. არ ვიცი რა კრიტერიუმი დარჩევა. ხო რა მე ვერ გავიგე რა. ახალია ჯერ ალბათ მაგასაც გაგვაცნობია. მე მგონი ბოლო 4 წლის შედეგების მიხედვით გაკეთდა თუ არ ვცდები. და მაგიტო თუ რაღაც ისეთი გრანდები ვერ მოხდა. ხო, რეიტინგები გამორიცხულია, რომ რეიტინგი არ ქონდეს და რეიტინგი. არა, ხო ბარსელონას რეიტინგი არ აქვს, მაგრამ დარჩა რეიტინგი. არ ვიცი. ბარსელონა. რას ველით წელს ბარსელონასა? ეხლა ლაპარაკია უილიამსის ტრანსფერზე და ძალიან გამოხარდება თუ გადმოაბარსაში და გააძლიერებს ძალიან შეტევი ცხას. და თუ ნიკო უილიამსი გადმოვიდა, ჩემი აზრით თავისუფლად შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგის პოზიციას. ხო, ნუ ბარსას სხვანაირად მეორე ადგილიც კი უკვე ფიასკოთ ითვლება, ასეთი გუნდებისთვის ფიასკოთ ითვლება. თან წინა სეზონიდან გამომდინარე როგორი თამაშის ხარისხით არჩენეს, იგივე თუ გააგრძელეს, ან თავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი ისეთი ყავთ. ძალიან კარგ ფეხბურთს ათამაშებს და იმედოვნებ რომ ისევ იგივენაირ დონეს გააგრძელებენ თამაშის დონეს და მოიგებენ ჩემპიონატს. თან მაგარი ფეხბურთელები იყოს ეს იამალი უკვე აუცილებლად საკეთებს რა ვიცი ეს პატარა ბიჭი. თუ ვარსკვლავური არ დაემართა. ძალიან პატარა ასაკში დაიწყო, მაგრამ მილიონერი გახდა, მილიონერი კი არა, გადაცდა მილიონებს და აი ვარსკვლავური თუ არ დაემართა, უდიდეს ფეხბურთი თამაშობს. მას თემაზე უამრავი ხალხი მუშაობს, რომ ეგეთ რამე არ დაემართოს. რა თქმა არ დაემართოს. გიო 19-ში წავიდახეს. რა ხდება 19-ში? ეხლა 19-ში მქონდა საერთაშორისო პატარა ამხანაგური ტურნირი, ტესტ მატჩები დავარქვათ. რადგან ეს არის მოსამზადებელი ეტაპი, ნოემბერში არის 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესაძლებელი. შეკრება ჰქონდათ უკვე? ეხლა ივნისში მქონდა შეკრება. ეთამაშეთ მოლდოვის 19 წლამდელებს, მოლდოვის 20 წლამდელებს და სომხეთის 19 წლამდელებს. მოლდოვის 20 წლამდელებს ვეთამაშეთ 0-0, სომხეთის 19 წლამდელებს უკეთ 4-0 და მოლდოვის 19 წლამდელებთან აი ძალიან სამწუხარო მარცხი ვიწნეთ, იმიტომ რომ თამაშის ხარისხს რო შეგეხედათ, ძალზე დაღემატებოდა ერთი გუნდის თამაშის ხარისხი მეორეს. ბევრი მომენტი ფეხბურთში როგორ ხდება რა? ბევრი მომენტი მქონდა, ვერ გამოვიტანეთ ჩვენი შანსები და სამწუხაროდ თამაშის მიწურულს დავისაჯეთ. სომხეთს როგორ მოუგეთ? 4-0. მოკლედ ეს სომხები სადაც შეხვდნენ? იქ, აქ, უმალო დიდი მოლდოვეთთან წააგეს 91 და 93 დაუშვეს ორი გოლი ერთით მატჩიგებთ. ხოებრი თან მეორე ტაიმში ისეთი მომენტები მქონდა, რომ ის რო გამოგვეყენებინა, საერთოდ მოხდებოდა თი მხრიდან თამაში და საერთოდ შანსი არ ექნებოდა იმისა, რომ ჩვენ ნახევარზეც კი გადმოსულიყო, მაგრამ დავისაჯეთ თამაშის მეტყველებს. ძალიან საინტერესოა, ალბათ მაყურებლისთვისაც საინტერესოა და ჩვენთვისაც საინტერესოა პრინციპი, მიდგომა და ვარჯიშის წესები. აკადემიაში როგორ ხდება? აკადემიაში დინამოს აკადემიაში. საკმაოდ მაღალ დონეზეა ეს ყველაფერი, რადგან თითოეულ კვირას გაწერილია ჩვენი სავარჯიშო გეგმა. მაგალითად, ორშაბათს თუ გვაქვს აერობული ვარჯიშები, სამშაბათს გვექნება ძალა. ინფრასტრუქტურა იდეალურია. და ასევე ძალიან მაღალ დონეზეა ეს სავარჯიშო გეგმა კვირების მიხედვით. ასევე ეს დამოკიდებულია იმ ფაქტზე, როდის გვაქვს თამაში. ანუ თამაშების შორის დღეების რაოდენობაზეა ეს დამოკიდებული. თუ ერთკვირიანი ციკლი გვაქვს, თითოეულ დღეს ეთქობა თითოეულ ამას მაგალითად ძალას, კონდიციას, აერობულ ვარჯიშებს, სისწრაფეს. ვარჯიშის ადგილი? აკადემიური ენაზე აკადემია. იტალიაში სახელობის დინამოს აკადემიის. და აი ახლა შესვენების პერიოდი გაქვთ. და გაწერილი გაქვთ ვარჯიშები? კი, იქიდან მწვრთნელის მიერ გაწერილი და იმის ჩვენი ფიზმოზადების ტრენერი გვიგზავნის ასე ვთქვათ, სავარჯიშო გეგმას დღეების მიხედვით
და ამას ვასრულებ და როდესაც ჩავდივარ უკვე ვიწყებ მოსამზადებელ ეტაპს. გიო, ჩვენ ივერიის თამაშებს ვარდნებს. კი, როცა მაქვს შეიძლება დაგვარაც. როცა მაქვს შესაძლებლობა ხაშურში თუ იმყოფები აუცილებლად ვარ ხოლმე სტადიონ ბიჭებთან ერთად, თუ არ ვარ სამწუხაროდ ხაშურში და თბილისში იმყოფები, YouTube-ში თუ არის ლაივი ან შანსი მაქვს იმის რომ უყურო ბიჭებს თამაშს აუცილებლად ვატარებ. რა სიტყვით შეგიძლია? ძალიან დასანანი იყო ჩემპიონატის მეორე ეტაპი, რადგან ის ქულები დავკარგეთ, რასაც ვფიქრობ არ უნდა დაგვეკარგა. ეს ქულები რო არ დაგვეკარგა, ეხლა ჰანდიკაპით ვიქნებოდით ტურნირის სათავეში და თავისუფლად ვექნებოდა იმის შანსი, რომ ლიგა 3-ისთვის ვებრძოლო. ეხლაც გვაქვს შანსი და მე მჯერა ბიჭებს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხაშურალი გულშემატკივრები გაახადო. ბარსელონა თუ ივერია? ივერია. კოცოთა ისეთი შედარება, ხო, რა ხუნცა? სადაც დაიბარდი და სადაც კარიერის დასასრულს იმედი ჩემთვის მე სულ ამბობ. გიორგი ივერიას დაასრულებს კარიერას თავის დასასრულს უკვე კარიერა იქნება. მერტმა ისეთი კარიერა ისეთი კარიერა მსოფლიო ალაპარაკოს. რა თქმა უნდა, ის რაღაც დასრულით ყველა. ყველა ველიც და ყველა სურვილი ეს არის. გიო, რა სიტყვი შენ თანატოლებს ხაშურში ბევრი არიან ახლა შენი თანატოლები, რომლებიც ვარჯიშობენ, რა სიტყვი შენ თანატოლებს? სპორტული მოქმედება. რას ვეთქოდი და მინდა მიმართო, რომ იმ მიზნებისთვის, რაც მათ გულებში აქვს, ყველაფერი გააკეთე. ყველაფერი გადადონ გვერდზე, ეს იქნება გართობა, რაც არ უნდა იყოს, რომ მხოლოდ აქცენტი გააკეთონ ვარჯიშზე. თუ იმ შრომას გაიგებ, რაც ფეხბურთს ჭირდება, აუცილებლად დაგიფასებს და სამომავლოდ იმ ოცნებებს, რაც ჩვენს გულშია, აუცილებლად აიხდენ, თუ ყველაფერს გაიგებ ამ სპორტისთვის და მიმართავ, რომ ყველაფერი გააკეთონ ამისთვის. გენაცვალე. და სწავლის საქმე როგორია? სწავლას რაც შეეხება ამ ბოლო პერიოდში, როდესაც არ უშლის ერთმანეთს ასეთი ინტენსიური ვარჯიში. მაგას ვამბობ ახლა, რომ ბოლო პერიოდში, როდესაც დაიწყო უკვე სანაკრებო შეკრებები, ინტენსიური ვარჯიშები, ბოლო პერიოდში შემეჩავა ხელი და უკვე 2 წელია ვეღარ ვახერხებ სკოლაში სისტემატურად მისვლას. ხო, როდესაც პატარა ასაკში შედარებით დაიწყო კლასამდე, შემეძლო ორივე შემოთავსებია ერთად, საკმაოდ კარგად სწავლობდი, ლეპტოპიც ავიღე და შესაძლებელია ეგეც რაღაც გარკვეულ ეტაპამდე, რომ აუცილებელიც. ორივე შეუთავსო ერთმანეთს, მაგრამ უკვე როდესაც იმ ასაკამდე მიდიხარ, რომ უნდა გააკეთო შენთვის პრიორიტეტი რა არის სწავლა თუ ფეხბურთი, უნდა გააკეთო არჩევა. საერთოდ მინდა რომ შენი ცხოვრება, ასე ვთქვათ, გზამისце და იმ სფეროში გააკეთო ის ყველაფერი. დიდი მადლობა. იოს შესანიშნავი იყო და ჩვენი კონკურსის შესახებ. მეგობრებო, ისევ და ისევ გრძელდება ჩვენი ვიქტორინა და დღეს კითხვას დასვავს გიორგი ლომიძე და სწორი პასუხის ავტორი, რომელსაც გამოწერილი იქნება ჩვენი არხი, მიიღებს მაისურს სამახსოვროდ გიორგის. ეხლა კი კითხვა. დაასახელეთ დინამო თბილისის სამი ფეხბურთელი, რომლებიც ასპარეზობდნენ 10 ნომრიანი მაისურით, თუმცა სამწუხაროდ სამივე გარდაიცვალა ავტოკატასტროფის შედეგად. საინტერესო კითხვა. დიდი მადლობა გიო წარმატებები. ჩათვალეთ რომ ჩვენთან ერთად მრავალი ხაშურელი გულშემატკივრობს შენს გვერდით ავარც და მინდა რომ საქართველოს ნაკრებში და შემდეგ შესაძლებლობა ბარსელონაშიც გეხიბოთ. წარმატებები გიორგი, ბევრი და ბევრი. მადლობა ჩვენთან ყოფნისთვის. დიდი მადლობა გემშვიდობებით ერთი კვირით. ახონდეს. Viva! Viva! Viva!